გერმანიაში საარტილერიო ჭურვების წარმოება მნიშვნელოვნად იზრდება. თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო, Rheinmetall ახალ ქარხანას მთლიანად ამ ტიპის შეიარაღების წარმოებას დაუთმობს. კომპანიის მიზანია 2027 წლიდან მხოლოდ ამ ქარხანაში წლიურად 350,000 საარტილერიო ჭურვი შეიქმნას. ქარხნის გახსნის ცერემონიას ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი დაესწრნენ. რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში ფართო მასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპამ შეიარაღების წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა. ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას მოუწოდა მეტი პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავდაცვაზე. რაც შეეხება საბრძოლო მასალას, მხოლოდ ეს ქარხანა, როგორც აღინიშნა, წელიწადში 350,000 ერთეულის საარტილერიო ჭურვის წარმოებას გეგმავს. და ეს დაემატება Rheinmetall-ის სხვა მთლიან წარმოებას. ამ წელს თქვენი ქარხნები გერმანიაში, ესპანეთში, უნგრეთში, ასევე სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში ჯამში 700,000 საარტილერიო საბრძოლო მასალის გამოშვებას აპირებენ. დღეს ევროპის წლიური შესაძლებლობა 6-ჯერ აღემატება იმას, რაც 2 წლის წინ გქონდა. მოსალოდნელია, რომ წლევანდელი მაჩვენებელი 2 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება. ამ ტემპში Rheinmetall-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია, მაგრამ ახლა საჭიროა მსგავსი ძალისხმევა უფრო რთული შესაძლებლობების, ტანკების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოების გასაზრდელად. გერმანული კომპანია Rheinmetall, რომელიც 1889 წელს დაფუძნდა, სხვადასხვა ტიპის სამხედრო შეიარაღებას ქმნის. დამკვეთებს შორის არაერთი ევროპული ქვეყანაა, მაგალითად ერთ-ერთია ჩეხეთი, რომელიც როგორც Rheinmetall-ის ოფიციალური ვებსაიტიდან ვიგებთ, 42 საბრძოლო ტანკს, ლეოპარდსა და რამდენიმე სარემონტო სპეცსაშუალებას მიიღებს კომპანიისგან. ტრანსფორმაციის პროცესშია გერმანული არმიაც. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბერლინის სამხედრო ძალების მოდერნიზაციას დიდ ყურადღებას უთმობს. დარწმუნებული ვარ, რომ მრეწველობის ტემპი ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც ის სიჩქარე, რითიც ეს საწარმო აშენდა. სამუშაოების დაწყებიდან მხოლოდ 18 თვის შემდეგ პროდუქციის მნიშვნელოვანი რაოდენობა უკვე წარმოებაშია და გეგმაშია ამ მონაცემების კიდევ უფრო გაზრდა ძალიან მოკლე პერიოდში, რაც შთამბეჭდავია. ეს ამ კაფეო გზავნილი ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ უსაფრთხოების მიზნით აქ გერმანიაში მარაგებს ვზრდით. მხოლოდ წელს რუსეთი სავარაუდოდ გეგმავს, რომ სულ მცირე 1500 ტანკის, 3000 ჯავშან მანქანა და 100 ისკანდერი აწარმოოს. რაც შეეხება ჩინეთს, მას უკვე აქვს მსოფლიოში უდიდესი საზღვაო ძალები და მნიშვნელოვანი თავდაცვის ინდუსტრია. მათი გაძლიერება აშკარად ამას მიუთითებს. ისინი ემზადებიან გრძელვადიანი კონფრონტაციისა და კონკურენციისთვის. დიახ, მივიღეთ გამოწვევა. ევროპა და ამერიკა ერთად არიან თავდაცვის წარმოების გაზრდის მიზნით. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ ბერლინი ევროპაში ყველაზე ძლიერ კონვენციურ არმიას შექმნის. 2029 წლისთვის თავდაცვის ხარჯები 162 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ეს სამჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომამდე იყო. ამასთან გერმანიაში დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას იმ შემთხვევაში, თუ კი მოხალისეების რაოდენობა საკმარისი არ იქნება. ამ დროისთვის გერმანიის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 182,000 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება და ბერლინი ამ მაჩვენებლის 260,000-მდე გაზრდას გეგმავს.